ძურბანის საზოგადოება სცენაზე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზობულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ჩელას უფროსი თაობა. გამიგონებით, რომ ქართული ცეკვა ქართული ნიჭისა და ქართული გენიის ბრწყინვალე გამოვლინებაა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიდან არც ერთი არ ასახავს მის ხასიათსა და კულტურას ისე როგორც ქართული ცეკვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დიდი საგანძური ჩვენს მომავალ თაობებს შემოუნახოთ. ასეთ შეგნებასა და მრწამს ემსახურება რეზობულიას სახელობის რიგით მერვე ფესტივალი ქართული ცეკვა სულიერისა. ფესტივალს საბუძველი ჩაეყარა 2017 წელს, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირი. ფესტივალის ავტორია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი რომეო გულია. დღესთან დარბაზში თავი მოიყარა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული უფროსი თაობის ანსამბლებმა, რომლის წევრები თავის დროზე ცეკვავდნენ პროფესიონალურ ანსამბლებში. მათ დამაყურებას საბუძველი ჩაეყარა ზუგდიდში 2022 წლის 18 მაისს. ამ სცენაზე გაიმართა არსიანისა და ჩელას უფროსი თაობის მეგობრობის კონცერტი და ასევე 2022 წლის 6 ნოემბერს არსიანმა ქალაქ ბათუმში უმასპინძლა ჩელას. ეს იყო ნათელი მაგალითი საქართველოს მასშტაბით ყველა ყოფილი მუსიკოსებისთვის, რათა ჩამოყალიბებული იყო ვეტერანთა ანსამბლები. მათ შორის არის აფხაზეთის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა. ჩელამ დიდი პატივით უმასპინძლა მათ და ასევე აფხაზეთის უფროსი თაობის მასპინძლობა იყო დედაქალაქში რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 2023 წლის 19 ივნისს. დღემდე გრძელდება ჩელას უფროსი თაობის მეგობრობა და ურთიერთობა არსიანისა და აფხაზეთის უფროსი თაობის ანსამბლებთან. ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად დღევანდელ გალა კონცერტზე მონაწილეობენ სენაკის დიმაჯაიანის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი კოლხური ტრიო, ხელმძღვანელი დარეჯან ფაჩურია. აჯარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ არსიანის უფროსი თაობა, ხელმძღვანელი რაფიელ მიქელაძე. აფხაზეთის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, დირექტორი ირინა ჩარგაზია, მთავარი ქორეოგრაფი სერგო გეგეჭკორი. ხულოს კულტურის სახლის აჭარული ცეკვის ქალთა ეთნოფოლკლორული ანსამბლი ხელგაშლილა, მთავარი ქორეოგრაფი ბატონი ილჩა დვალიშვილი, დირექტორი არქადირი ბოლქვაძე. რეზობულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩელას უფროსი თაობა, სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი რომეო გულია, ლოდბარი ბატონი ელვარ ტყიფიანი და ქორეოგრაფი ბატონი გურგენ სამოშია. ფესტივალის მხარდაჭერები გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელერადიო კომპანია ოდიში და სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფთა ორგანიზაციის მუდმივი პარტნიორი ტელეკომპანია ვარსკვლავის დამფუძნებელი ბატონი ბესო ჩუბინიძე. დღევანდელი საღამოს სტუმრები ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ქორეოგრაფიული მიმართულებით, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ლექტორი, ქორეოგრაფიული მიმართულებით, ღირსების ორდენის კავალერი ბატონი უჩა დვალიშვილი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი კახაბერ მარკოიშვილი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოჩა გრძელიშვილი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი ალეკო გელაშვილი. აჭარის ფოლკლორის ხელშეწყობის განვითარების უფროსი ქალბატონი მადონა თევზაძე. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დირექტორი ბატონი გიორგი ჭანიშვილი. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმ-ქრომის სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი გია ტვაცირია. საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ალეკო ქართველიშვილი.
საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი გიგლა თურქია. სუნდუშურების ოქროს თაობის ყოფილი მოცეკვავე, საპატიო ზუგდიდელი, ღირსების ორდენის კავალერი, ვარსკვლავოსანი ბატონი თამაზ მოსია. ტელეკომპანია ვარსკვლავების დამფუძნებელი ბატონი ბესო ჩუბინიძე. დღევანდელ გალა კონცერტს ესწრებიან ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი იდა ქვარაია. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქალბატონი ნატალია კემოვარია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის განყოფილების უფროსი ხათუნა დარაზელია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი ბატონი მანუჩარ სამუშია. ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ოდიშის დირექტორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკალურ თეატრალური სტუდია რიბირაბოს დამფუძნებელი ქალბატონი ნინო მამფორია. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და ახლა გვინდა სცენაზე ვიხმო ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი ავტორი, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი რომეო გულია. ჩვენფასო სტუმრებო, მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა, დარბაზს უყურებ და მხედავ, დარბაზში უფრო მეტი სტუმრები არიან ჩამოსული. ხედავ ფოთელებს და მივესალმები მათ, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ზუგდიდელები ბედნიერები ვართ იმით, რომ მართლაც ეს მეგობრობა გრძელდება და დღევანდელი საღამო იქნება ამის დამადასტურებელი და ეს ყველაფერი დაიწყო 2011 წლიდან. 2011 წელს ჩვენმა მაესტრომ რეზობულიამ დაარსა და თავი მოუყარა ანსამბლ ჩელას სამთაობას და დღემდე გრძელდება ამ ანსამბლის წარმატება როგორც ზუგდიდში, ისე საქართველოს მასშტაბით და ასევე უცხოეთში. მე მინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მოსულ სტუმარს. გეფერებით სულ შემოკეთილო ადამიანებო, ყველას დიდი მადლობა. განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მადონა თევზაძეს. მადლობა რომ ჩვენ ერთად რომ ხართ. მე ალბათ მაბატია ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ ორი დღეა ჩვენი ქალაქი მასპინძლობს რიგით მერვე ხელოვნების ფესტივალს ქართული ცეკვა სული ერისა და მართლაც წინვალე ჩაიარა ეს ყველაფერი. მე მინდა განსაკუთრებით დღეს თითოეულ თქვენთაგანს აი აქ ყველას მიულოცო და გჯერა და წავს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გმოიგებს, გაიმარჯვებს ჩვენი სიტყვა ქალაქ ერევანში და ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა და მოდი, რა თქმა უნდა, აქედან ყველა ერთად უგულშემატკივრდეთ ჩვენს ნაკრებს. ჩემო პირვასებო, კიდევ და კიდევ მადლობა წარმატებებს გისურვებთ ყველას თითოეულ თქვენთაგანს და ჩამოსულ სტუმრებს. დიდი მადლობა. ვინც არის უკვე ორი დღეს ვიგებთ. მაშასა გალა კონცერტს გახსნილად ვაცხადებ და სცენაზე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ არსიანის ვეტერანთა ქორეოგრაფიული ჯგუფი ცეკვა ოსური.